ასეთი უგემრიელესი დესერტი გინდათ სულ 3 ინგრედიენტისგან ხათოსგან მიყევით რეცეპტს. ყველასა გაქვთ ეს ინგრედიენტები, ყველას მოგვეპოვება, უგემრიელესია. მასა უკვე მზად არის და უკვე არის ისეთი, რომ ვერ ვიღებ ისეთი სქელია და ეხლა ჩემი ჯადოსნური დანით, რომელიც ბორჯომში ვიყიდე, დავჭრი, ნუშტა ნიკოს, აი როგორი დესერტია, იცით? აი მარხვაში რო არ გინდა მოიმატო. აი ზუსტად საჩემო დესერტია. და აი ისინი, შეხედეთ, აი უკვე შესქელებულია, ამას უნდა გამოვატარო მთელი ღამე მაცივარი. ჩვენ ახლა ოჯახში 3 ვარ და 3 ცალი მოვამზადე. აქ მაგ დაჭრილი ნიგოზი, თეთრი შოკოლადი რო დაფხვნათ, ისიც მოუხდება, ეს თქვენი გემოვნების ამბავია და აი მერწმუნეთ, ხვალე გაჩვენებთ, აი ნახეთ, ჯერ ასილამაზია. მე ამას რომ მიართმევთ სტუმარს, ახალ წელსაც მოუხდება, ყველაფერსაც მოუხდება და თან არის სულ 3 ინგრედიენტი. როგორც გითხარით, აქვს ხურმა, თაფლი და ხურმა, თაფლი და კაკაო. დავიღალე დღესდღელი დღე. ულამაზესია. ბედნიერად მიყვარხართ. აღმოჩნდებისა ჩემო საყვარელო მეგობრებო, ბედნიერი შაბათი მინდა ყველას გისურვოთ და ლამაზი კვირადღე გაგითენოთ უფალმა ყველას. ეხლა უნდა მოვამზადოთ თქვენთან ერთად დესერტი, ეხლა ინტერნეტ სივრცეში არის ამაზე ბუმი და რატო გამეხარდა იცით და ზუსტად ვიცი რომ გემრიელი იქნება, რომ ჩვენ ვართ აი ხურმის და კარალიოკის ქვეყანა, ხო და ეს დესერტი მზადდება ხურმით, სასურველია იყოს მწიფე და ესეთი არ გშუშხავდეს ისეთი ხურმა და დამჭირდება 2 კოზი თაფლი და 3 კოზი კაკაო. და რა თქმა უნდა, ჯიჯიხაუში ნაყიდი ნექსერის ბლენდერი და ვისაც არ გაქვთ ნაყიდი, აი შეიძინეთ აუცილებლად, იმიტომ რომ 1 წლიანი გარანტია აქვს და აი ძალიან მაგარია, მაიონეზიც გავაკეთე წეღან და სულ აი დიასახლისებს აი ესეთი ბლენდერი, რომელიც არის ძლიერი და თან აქვს 1 წლიანი გარანტია, სულ ხელში უნდა გქონდეს. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა უნდა გავთალო და კურკებისგან გავათავისუფლო და მივყვები და ყველაფერს დეტალურად გაჩვენებთ. კურკებისგან გავათავისუფლე, შეეცადეთ, რომ აი ძალიან მწიფე იყოს ხურმა. და ჯერდი სამარხო დესერტია, მე ვინც დიეტაზეა და საერთოდ არ იღებს კატეგორიულად, ხო არის ესეთი ადამიანები, რომლებიც არ იღებენ შაქარს, ფქვილს, აი ზუსტად ისეთი დესერტია, უნდა დავატკბოთ თვითონ ხურმა არის ტკბილი, ვიცით, შაქრიც უნდა დავატკბოთ, კაკაო უნდა და არ ჭირდება სახალმებელი და აი თქვენ თვითონ ხვალ რო ამას ამოვიღებთ და კოვზით გაჩვენეთ, აი სქელი მასა გამოგივათ, ზემოდან მოვაყრით ნიგოს. აი ხა ჩემი ჯადოსნური ბლენდერის მეშვეობით უნდა დავაბლენდერო. ნახეთ, აი ამქია ბლენდერი. უკებიდან უნდა გაათავისუფლო. მთლიანად დაბლენდერ და წამში, ისეთი ძლიერია ნექსერის ბლენდერი, რომელსაც თქვენ ხვალ იყიდით ჯიჯიხაუსის 4-ვე ფილიალში. ეხლა დავუმატებ 2 სუფრის კოვს კაკაოს და თაფლს. თაფლსაც ეგრე. დავაბლენდერებ, ჩავასხავ ნაყინის დესერტის თუ დესერტის ჭიქები გაქვს დესერტის ჭიქებში, ზემოდან მორთეთ როგორც გინდათ, თუ გინდა ქიშმიშით, თუ გინდათ მე თხილეულს მოვაყრი და ხვალ გაჩვენეთ როგორი მაგარი დესერტი მექნება. აი ისეთი გემრიელია, რომ ვერ მიხვდებით რას მივიხსნათ.